სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა მაღალყოვლად უსამრდელოესო მეუფეო ამ წმინდა მონასტრის წინამძღვარო მამა ილარიონ მონასტრის მამებო და ძმებო და დებო მამებო დედებო გილოცავთ დღევანდელ დღეს ღირსი მამა დავით გარეჯელის ხსენებას ყოველთვის დიდ მადლს გრძნობს აქ მოსვლით აქ ლოცვით მის წმინდა საფლავთან ვევედრებით საქართველოსთვის ჩვენი ეკლესიისთვის ამ წმინდა მონასტრისთვის საქართველოში ბერმონაზნობის აღორძინებისთვის და გაძლიერებისთვის საოცარი მამა იყო დავით გარეჯელი ისევე როგორც ღირსი იოანეს ზედაზნელი და მისი ყველა მოწაფეები რომლებმაც დააფუძნეს სამონასტრო ცხოვრება საქართველოში და მათ შორის მამა დავითი ერთ-ერთი ისეთი დიდი მნათობია რომელიც განთქმულია მთელ მსოფლიოში არა მარტო საქართველოში ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა მან ღვთის წინაშე ისეთი მადლმოსილი იყო აი როგორ რა ღვაწლით მოიღვაწა მან ასეთი დიდი მადლი აი ჩვენ ბიბლიაში ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს რომ ღმერთი ამ პარტავანთა შემოსრავს ხოლო დაბალთა მისცემს მადლს და აი მამა დავითი იყო განსაკუთრებულად გამორჩეული ამ უდიდესი სათნოებით რასაც სიმდაბლე ეწოდება ეს ჩვენ ვიცით მისი ცხოვრებიდან და ყველა ადამიანს ვისაც სურს სულიწმინდის მადლის მოხვეჭა უნდა დავფიქრდეთ როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი იმიტომ რომ როგორც იცით წმინდა მამების სწავლებით ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო ცხოვრების და სულიერი ცხოვრების და რა თქმა უნდა ეს არის უმოკლესი გზა მადლის მოხვეჭისა სიმდაბლის ქონა სიმდაბლის ღვაწლი არა განკითხვა ძმისა თვისისა და განცდა თვისთა ცოდვად და რა თქმა უნდა ასეთი მადლის მოსახვეჭად აუცილებელია ლოცვა. ლოცვის გარეშე ამ თვისებებს ადამიანი ვერ მოიხვეჭს. და აი დღევანდელ სახარებაში, რომელიც წაკითხული იყო წმინდა ლიტურგიაზე, იყო უფალ იესო ქრისტეს სწავლება ლოცვის მნიშვნელობაზე. იგი ბრძანებს, რომ ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, რასაც ითხოვთ ზეციერი მამისგან, მოგცემთ თქვენ. ჩემი სახელით თუ ითხოვთ. აქამდე არ გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვდეთ და მოგეცემათ. და ბოლოს დასძენს, რათა სიხარული თქვენი იყოს სრულყოფილი. აი წარმოიდგინეთ, თითქოს ეს ერთ-ერთი ბოლო ქადაგება იყო მისი მოციქულებისადმი. თითქოს უფალმა ყველაფერი გაუხსნა, ასწავლა მოციქულებს და ბოლოს აგვირგვინებს თავის სწავლებას აი ამ ცნებით ლოცვის შესახებ რომ ითხოვეთ და მოგეცემათ და უფალი აძლევს აი ამ შესაძლებლობას მაგრამ ჩვენი ლოცვა უნდა იყოს ძალიან უბრალო გულით ყოველგვარი ხელოვნურობის დაძაბულობის გარეშე დაახლოებით როგორც შვილების თხოვენ მშობლებს რაღაცას აი ჩვენი ლოცვაც ესეთი უბრალო უნდა იყოს გულის უბრალოებით და ამაზეც ამბობს უფალი იესო ქრისტე რომ თუ არ იქნებით როგორც ყრმები ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში და დასძეს რომ ვინც დაიმდაბლებს თავს როგორც ეს ყრმა ის უდიდესი იქნება ცათა სასუფეველში და აი წარმოიდგინეთ უფალი აი ამ ცნებას უკავშირებს სრულყოფილ სიხარულს თითქოს ამბობს რომ ის ამისთვის მოვიდა რომ ჩვენ ვევედროთ უფალს და მივიღოთ ღვთისგან ყველაფერი. პირველ რიგში სულიწმინდის მადლი, რომ ჩვენი სიხარული იყოს სრულყოფილი და გვაძლევს ამ საშუალებას, რომ ჩვენ ვისაც შეიძლება გვეგონოს არასწორად, რომ უკვე დასრულები ვართ და ღვთის გარეშე შეგვიძლია ფონს გასვლა, აი უფალი გვიბრუნებს იმ საშუალებას, რომ წარსდგეთ ღვთის წინაშე და როგორც შვილებმა ისე ვევედროთ მამას და მივიღოთ ბევრად მეტი ვიდრე მისგან თხოვთ. ამიტომ, როდესაც ჩვენ
სალოცავად დგებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის უმთავრესი საქმე, რომლის გარეშეც არც ერთი სხვა საქმე ჩვენ ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება. რომ ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ ამ დედამიწაზე, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ არაფერი არ შეედრება ლოცვას და მის ძალას. რომ ლოცვის დროს განხარდება წუხარება, სევდა, გარბიან დემონები, ირღვევა ყოველგვარი წინააღმდეგობა და ცხრება ვნებები და ჩვენ გევართ ჩვენი ზეციერი მამის წინაშე და როგორც ეს დიდი წმინდა მამა ამბობს, რომ ყველაზე ღარიბიც კი რომ იყოს ადამიანი, ვინც ლოცვა იცის, ის მაინც ყველაზე მდიდარია. და თუ ვინც ლოცვა არ იცის და არ მიმართავს ლოცვას, ოქროს ტახტზეც რო იჯდეს, მეფის ტახტზეც რო იჯდეს, ის მაინც ყველაზე ღარიბი იქნება. ასე რომ აი ფიქრობ დღეს მადლზე, ლოცვის ნიშნულობაზე, სულიწმიდის მადლის მოხვეჭაზე. ოღონდ კიდევ არის ამისთვის ერთი მთავარი პირობა. იმისთვის რომ ეს მადლი მივიღოთ და გქონდეს ლოცვის კადნიერება და მადლი, უფალი ერთ პირობას გვიდევს, რომ მამას უყვარხართ თქვენ, მამა ჩემს თქვენ უყვარხართ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ მე შემიყვარეთ და გწამთ რომ მე ღვთისგან გამოვედი. ასე რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ეს მადლი და უფლება გქონდეს, უფალი გვეუბნება რომ უნდა ვიყოთ ქრისტესნი, უნდა გვწამდეს მისი და ვსწავლობდეთ მისგან და გვიყვარდეს იგი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დავით გარეჯელის ხსენებას, შეგვეციოს მისი მადლი და ძალა, ეს წმინდა მონასტერი დაიფაროს და გააძლიეროს და მისი მეოხებით შეგვეციოს უფალი რომ მოვიპოვოთ ეს ლოცვის მადლი და სულიწმიდის მადლი, რომ გავხდეთ ტაძარი სულისა წმიდისა, რომ უფალი მკვიდრობდეს ჩვენში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა ღირსი მამა დავით გარეჯელის მეოხებით დალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი.